ხელფასებს ბიუჯეტს კი ზოგადად ხალხი ვადგენთ მოგეხსენებათ და სწორედ ხალხის მიერ დაქირავებული არის ეს საჯარო მოხელეებიც იმისთვის რომ ხალხს ემსახურონ. ჩვენ მათ ვახსენებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს თავიანთი ცხოვრებიდან და ეს ფურცელი არის მათ პირად საქმეში ჩადებული. ყველა საჯარო მოხელის პირად საქმეში დევს ფურცელი, სადაც ეწერა საჯარო მოხელის ფიცი, რომელზეც მათ აქვთ ხელი მოწერილი და ისინი ვალდებულნი არიან რომ ეს ფიცი შეასრულონ. ხშირად არიციან ხოლმე საჯარო მოხელეებიც დებენ რამე ფიცს და მე მინდა სწორედ კანონიდან ამონარიდი ეს ფიცი თქვენი ეთერის საშუალებითაც გავახსენო მაყურებელს, მეც როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს მაქვს თავის დროზე ეს ფიცი დადებული და ესეთია. შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს. დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს. პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს. აი ეხლაც რომ ვკითხულობ მე რაღაცნაირი სხვა ემოცია მიulis თელსხეულში და აი ამ ფიცის შესრულებას ვთხოვთ ხოლოდ მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ხალხის და ქვეყნის წინაშე და არ შეიძლება დახუჭონ იმ უსამართლობაზე თვალი რაც დღესდღეობით ხდება. როგორ შეიძლება გულთან ახლოს არ მიიტანონ ნინო დათაშვილის საქმე მაგალითად, როდესაც პედაგოგი არის ციხეში გისოცებს გამომწყვდეული, დაუმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა წუთი-წუთზე ველოდებით იქნება განთავისუფლდეს ის და მე მგონი ეს შედეგი უკვე მიღწეულია პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე. შესანიშნავია 5,000 გირაო წამებში შეგროვდება და ნინო დათაშვილი იქნება თავისუფალი და ამით გადარჩა ნამდვილად ერთი ადამიანის, ერთი ქალის სიცოცხლე. და აი ამ საჯარო მოხელეებს ჩვენ ვეუბნებით რომ 150-ზე მეტი პატიმარი რომ ყავს უსამართლოდ უკანონოდ ციხეში, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, არ შეიძლება ამ რეპრესიულ კანონებზე თვალის დახუჭვა იმაზე რომ საქართველოს მისი კონსტიტუციური დანაწესიდან გამომდინარე დააშორეს ევროკავშირს და გადაუხვიეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მაშინ როდესაც ქართულ ხალხს ერთი წლის წინ წაართვეს მთლიანად არჩევანის უფლება და მიიტაცეს ხელისუფლება, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება და ჩვენ გვჯერა რომ აი ამ ჩვენი აქტივობებით დღისით, მზისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის კერა მხოლოდ რუსთაველი კი არ იყოს, არამედ დღის სხვა მონაკვეთებშიც რუსთაველის გამზირის მიღმაც იყოს სხვადასხვა მრავალფეროვანი მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტის ფორმები, რომელიც ათასობით შეიძლება ადამიანმა მოიგონოს და მსგავსი პრაქტიკები მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის, გამოვიყენოთ. ჩვენს გვერდით მუდმივად არის ხოლმე ზურა ცეცხლაძე. ზურა ცეცხლაძე სინდისის პატიმრის მშობელი, რომელიც დააკავა ამ რეჟიმმა და სინდისის პატიმრების მშობლებსაც კი, რომლებიც უნდა იყვნენ და არიან ზოგადად ხელშეუხებლები, თავისი ბინძური ხელები შეახო. წარმოუდგენელი არის, რომ ასე მოექცე ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებულ მშობელს, რომელიც უსამართლობასთან იბრძვის და ახლა ის გამოკეტო გიცოცებს მიღმა. ასეთი პრაქტიკა მხოლოდ არის რუსეთში, ირანში და მისთანებში შესაბამისად წარმოუდგენელია. ჭედიშვილმა ნინო დათაშვილის პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ძალიან კარგი, ძალიან გვიხარია. არის შეფარდებული ეს თანხა მართლა წამებში შეგროვდება თუ არ ვცდები 30 დღიანი ვადა არის ამის გადასახადი. გადაცემის დასრულებამდე დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგი. ნინო ამ თავისი მძიმე მდგომარეობის პირობებში ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვს დილიდან ამაზე ვსაუბრობთ, ის დატოვებს დღეს საპატიმროს და მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობას. და იმოქმედეთ საჯარო მოხელებო, პირველ რიგში თქვენ გეხებათ ეს ჩვენი მიმართვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას. მე ძალიან მადლიერი ვარ განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად იმ სინდისის პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრებისა, რომლებიც ახერხებენ დაუღალავად ჩართულობას, თავიანთი საქმეების გვერდზე გადადებას, თავიანთი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადებას, სამსახურის მიტოვებას და ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში იყვნენ გამწევი ძალა მართლაც და რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც პროტესტის სახედ გახდნენ და ყველაზე მთავარი რგოლი და ჯაჭვი, რომელიც გვაერთიანებს და არ გვაძლევს საშუალებას და არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ სახლში დარჩნენ. აი ეს სწორედ ეს ადამიანები არიან და მე ძალიან მადლიერი ვარ მათი, რომ აი ესეთი ბრძოლის ჟინი გვაჩვენეს და ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნებით, ისევე როგორც თქვენ ჩვენს გვერდით. ქალბატონ მარინასთან გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. რა ძალა აქვს დღეს საჯარო მოხელეების, თქვათ თუ იქნება ეს პროტესტი, რა ძალის მატარებელი იქნება ეს და ის რომ პროტესტს ასეთი რაღაც დაუნდობელი მეთოდებით ებრძვის, ოცნება ეს რაზე მეუთითებს პროტესტის მნიშვნელობა დღეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ რა მასშტაბებზეა გასული და რა მე ვფიქრობ რომ ეს კომპლექსურია, ყველაფერი ერთად და ჩვენი ძალაც ჩვენ ისე ერთ მუშტად შევიკარეთ, აი თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან, პირობითად ვამბობ 5 წუთის უკან
შენ შულს რომ მიუსაჯეს შენი ოჯახის წევრს, ეგ ხო არა ვართ მათო დედები ხომ არ ვართ, ოჯახის წევრები წარმოდგენილი მშობლები, ძმები, დები და მეუღლეებიც იბრძვიან ისე, რომ ტოლს არ გვიდებენ მშობლებს და აი 5 წუთის უკან შენ შულს და შენი ოჯახის წევრს რომ მიუსაჯე და შენ გახარ და ნიკაკაციას გამოსვლას ელოდები და მისი განთავისუფლებით ხარობ, მე მაშინ იმ დღევანდელი არ მახსოვს, ვინ მილოცავდა, ვინ მეხვეოდა, ვინ რას აკეთებდა არ მახსოვს. მე